თბილისობის დღესასწაულზე დედაქალაქში კიდევ ერთი ქალაქი შეიქმნება. ღვინის ქალაქს რიყე უმასპინძლებს და ის თეატრალიზებული წარმოდგენით გაიხსნება. საუკეთესო ღვინოს კი 10 ნომინაციაში გამოავლენენ. ღონისძიების ორგანიზატორები თბილისის მერია, ღვინის ეროვნული სააგენტო და სომელიეთა ასოციაცია არიან. ეს ყველაფერი 25 ოქტომბერს გელოდებათ. რიყის პარკი 25 ოქტომბერს ღვინის ქალაქს უმასპინძლებს. სპეციალური სახლები ქართული ღვინის მოყვარულებისთვის აქ თბილისობის ფარგლებში დაიქმნება. ფესტივალისთვის სამზადისი მისმა ორგანიზატორებმა დღეს ჩვენთან ერთად დაათვალიერეს. რამდენიმე საინტერესო აქტივობა იქნება ღვინოსთან დაკავშირებული. ეს იქნება საყოველთაო მასიური ღვინის კონკურსი, რომელიც საქართველოში წარმოებულ და წელში მოხდებულ ყველა ღვინოს შეაფასებს. ეს იქნება ღვინოსთან დაკავშირებული მსვლელობა, აღლუმი, იქნება საგანმანათლებლო ინფორმაცია ღვინის ქალაქში, იქნება ღვინოების მასშტაბებით გაყიდვა და ასე შემდეგ. ღვინის ქალაქი თეატრალიზებული აღლუმით გაიხსნება, რომელიც მეტეხის ხიდზე ჩაივლის და ქალაქს საზეიმოდ სიმბოლური გასაღებით გახსნის. მსვლელობა დაიწყება მეიდნიდან და ხშირად თორგასლის ხელს გადაკვეთს. ეს იქნება თეატრალიზებული წარმოდგენა. ძირითადად მსახიობები იღებენ მონაწილეობას, მაგრამ არა მხოლოდ. იქნება მუსიკის ხანხლებით, იქნება ისეთი გაფორმება, რომ ღვინის ესთეტიკას ძალიან მოუხდეთ. ფესტივალის ორგანიზატორთა განმარტებით ღონისძიების კულმინაცია ქართული ღვინის კონკურსი იქნება. საუკეთესო ღვინოს 10 ნომინაციაში სომელიეების, ცნობადი სახეებისა და ჟურნალისტებისგან დაკომპლექტებული ჟიური შეარჩევს. ქართული ღვინის კონკურსში მონაწილეობს ძალიან ბევრი კომპანია, არის დაახლოებით 320 ღვინო არის მთლიანად წარმოდგენილი, ანუ პრაქტიკულად ყველაფერი, რაც კი არის საცალო ვაჭრობაში. ჟიური არის პროფესიული, ესენი არიან ენოლოგები, მათ შორის სახელმწიფო სადებიუტო კომისიის წევრები, სომელიები, ასევე ყავს მედია ჟიურიც, რომელიც ასე ვთქვათ იქნება უფრო სახალხო ჟიურის სახით. ჩვენს ლევანდელ პროგრამაში არ ვითვალისწინებთ ღვინის დატვირთვას და სპონტანურად და არც თუ ისე კარგ სანიტარულ პირობებში ხსნას. თბილისობაზე საწნახელი აღარ დაიქმნება, როგორც ორგანიზატორები ამბობენ, ამისთვის ფორმატი საგანგებოდ შეცვალეს. წელს ჩვენ ჩავთვალეთ, რომ შეგვეცვალა ფორმატი და ღვინის კულტურა უფრო მაღალ დონეზე წარმოგვედგინა თბილისელებისთვის და დედაქალაქის სტუმრებისთვის. ღვინის ქალაქის სტუმრებს დეგუსტაციის გარდა ქართული ღვინის ისტორიისა და კულტურის შესახებ ინფორმაციის მიღებაც შეეძლებათ. ამისთვის რიყის პარკში სპეციალური ბანერები დაიქმნება. ქართული ღვინო კი ფასტაკლებით გაიყიდება.